იღბლიანები გაერთიანდნენ. ამირ ხოსეინა, მივდივართ შემდეგი გაჩერება არის ლონდონი და ნორსემპტონი, ის ლაროშელი ლენსტერის თამაში რაც იყო ტიტანების ჯახი არანაკლები გველოდება წინ, მაგრამ ასევე საინტერესო თავგადასავალი იქნება ლონდონში ქართული ელემენტებით. თუნდაც დარჩეთ ჩვენთან ერთად, დარჩეთ იღბლიანებთან, გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ გიჟური ტემპი, გიჟური მოგზაურობა გრძელდება. წავედი ხარია ლონდონი? ჩამოვიდით ლონდრაში. ლონდრას რატო თურქები ეძახიან ლონდრას და გონებას ჩამებეჭდა. Nope. UK, US, European passport to the blue lane, please. ბობოლა კაინ არჩევ ქვეყნებს უშვებენ. სადაური სამართალია. ჩვენ რო რიგში ვართ და იქ ხალხი ერთი გასმით გადის. ჩვენ რომელი კატეგორია ვართ? ის მთავარ ოსო ჩამოწვიან და მე ფილმე ტაგზე სნიმალის და ეგ ტიტრები რომ მოყვება, მაგ ტიტრებში ვდგავართ ჩვენც. საჯები ვართ თქო უთხარით რა. ჩემპიონთა თავს საჯობ თქო და ნუ პაходу ინგლისის საფრანგეთს საჯობ ერთ თვეში თქო უთხარი. ოღონდ თქვენ შემოდი. რიხინით შემოდი. ოღონდ თქვენ შემოდითო, მეო სამსახურს დავტოვეთო რა. კაცი ორი დღით ჩამოდის ინგლისში და აბარებს ჩანთან. ემიგრანტებთან მომაქვს ისინი. წადი აბარებს ჩანთან. იმძიმეა ვერ ვატარებ აქ. რას გაგონებს აბა ეს ყველა? ქართულ რესტორანში მივდივართ ახლა ხაჭაპური უნდა დავაგემო. ლონდონში მდებარე ქართულ რესტორანში. რამდენიმე არის ერთ-ერთი შევარჩიეთ. მოვედით ქართულ რესტორანში The George. ესე ქვია, აგერ წმინდა გიორგის გერბია გამოსახული, გველეშაპს რო ერევა, აგერ საქართველოს დროშა არის შეკეცილი, მაგრამ აშკარად ქართული რესტორანი რა. on ინგლისურ ლონდონურ პერიპეტიებშია გაფორმებული. ქართველებიც არიან აქ. პირველად ახალწელს. ასე ჩვენი მენიუ თუ შემოხვალთ ლონდონში აუცილებლად არ დაგავიწყეთ აქ შემოსვლა. პატარა საქართველოში აღმოჩნდით. ქართული სამზარეულო კია, მაგრამ ფასები ინგლისურია, რა თქმა უნდა. ლონდონში ჩამოვედით ქართულ რესტორანში. ლობიოს უკვეთავს კაცი ქოთა. ლობიო უნდა ჭამო, აბა რა უნდა ჭამო? ჟავე, კაი ლობიო, კაი ბადრიჯანი, ნიგვზით, აი შოთის პურები. ორი აქვე წვება. ლიპურები, აბა. უფ, ბადრიჯანი რა თქინდოდა კაცმა არ იცის? ბადრიჯანი ძალიან ძლიერია. იწოდე ასე არსადგელი თქვენ გაგიმარჯვეთ. აბა გენაცვალეს, აბა გამოვარჯოს ჩვენ ჩამოსვლას. ჩვენ ჩამოსვლას და ჯორჯის ახვედრას რა. დიდძვაზე ჩამოვედით და პატარა საქართველო ვიშოვ. ჩვენს გამომწერებსაც გაგიმარჯვო ტრადიციულად. საჯობას კი ვაწვევით და სპორტულ რაღაცებს, მაგრამ ნუ ეს განუყოფელი ნაწილია ეხლა ყველაფრის და კარგია არც გამოვას. ამხელა, უცხო, სასტიკ, შორეულ სამყაროში პატარა საქართველო ვიშოვ. გენაცვალე. აბა გაგვიმარჯოს. გვაქვს ადგილზე გამომცხვარი პური, შამფურზე ხაჭაპურის შესანიშნავი, ხაჭაპური, წნილის ასორტი, ბადრიჯანი, საბას ინიციატივი. ნუ გზაშია დანარჩენი. ხაჭაპური მაინტერესებს შამფურზე, არ გამისინჯავს, რო არ მოგატყუო არასდროს. აბა. კარგია? გამხელა ყველი ტრუბაჩკას არ და მაგარი ყველია. ყავია რა. არ ყოფილა შამფურზე ხაჭაპური. რაღაცა იმერული ხაჭაპურია შამფურზე, მაგარია. არ ვიცი მე ხაჭაპური შამფურზე. აუ რა კაია. აუ ხაჭაპური მაგრა გასწორა. ნაღდი ბადრიჯანია შეკმაზული. არის? სტანდარტი უჭირავთ ესე იგი ქართულად. ხაჭაპურს დაუწერდი 10-დან 9. ხაჭაპური მაღაზიან გემრიელი. 10-დან 9-ს დაუწერდი ხაჭაპურს. ბადრიჯანს 10-დან თან ისე ან ჯერ ყველი იყო დაფიქსირებული და მე სომი შემოეხვიეს ან პირიქით არ მომხდარა. 10-დან 9-ს დაუწერდი ხაჭაპურს, ბადრიჯანს დაუწერდი 10-დან. ბადრიჯანი კარგია, ნამდვილად შვიდს. რვაზეც სავალ. ნიგვზიან ბადრიჯანს
საქართველოში აკეთებენ, იმენა მოქცევავს რა. რა გვეთყობა ეხლა ჩვენ რომ ნორსემპტონი მასტერის სამსაჯოთ ვარ ჩამოსულები. წარმატებული ყოფილიყო ჩვენი ჩამოსვლა. ინგლისურ ქართული დახვედრა. ჭამას მისთვის ხო არ ჩამოსულვართ, მაგრამ გაგვიხარდა რომ აღმოვაჩინეთ ესეთი ადგილი რა, სადაც მომბეს და ამათი სტეიკი, შმეიკი, ჩამოდი ჭამე, აიღე ა. აბა მაგრამ ხვალ სტეიკიც ჭამოთ. წვადი რა ბარაქიანი აჭრებია და აგარი. აბა დავიწყეთ. ვა. პაო. წვადი მართლა ძალიან კაია. ყიმალი რო არ ჭირდება ისეთი მწვადია. არ მაგარი მწვადია. აბა ხაბაბია. წვადის მაგარი. ვაუ, 10-დანაც რა რო. წვადი უეჭვია რა. უეჭვია. 10-დან 10 მწვადი. შვენიერი ხაბაბია ესეც მაო. 10-დან ვა. ხაბაბს რამას დააკვირქულა არის. აი ეს. ლავაში აქვს ისეთი რა, მარკეტში რო იყიდ, ხო იცი? ბებოს ლავაში რაღაცა. ტორტილას ლავაში აქვს რა, და ეგ არ ეპატიება. ქართულ ხაბაბს ეგ არ ეპატიება. ლავაში უნდა დნებოდეს ზემოდან ხორცი. მან დააკლა რა, 7.5, მაგრამ ხორცი ძალიან კაია, ისეთია. წვნიანი და ისეთი. მომდეთ გემრიელად ჭამა თუ გნებავთ და ლონდონის ამ მხარეში მოხვდებით, ჯორჯს უნდა ესტუმროთ. გარემოც ისეთია რა, დალევა მოგინდება. სიმღერები ქართული, აჭმელი ქართული და კაი. მოდი ახლა მთლად ჭამას მაშინ ვარ გადავიდეთ. საგველოდება ხვალ, ამაზე ვისაუბროთ რა. მოკლედ წინა კვირა იყო ძალიან რთული, რაც ნახეთ წინა ვლოგში. საკმაოდ მძიმე ვლოგი იყო თავისი მძიმე მომზადებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომზადება მძიმე არ იყო ამისთვის. ეს თამაშიც იგივე სირთულეს თამაშია. არ უყვართ ერთმანეთი, ეს არის ინგლისური ირლანდიური დაპირისპირება. თამაშობენ ისეთი მოთამაშეები, როგორც არის ომანი, ბერნი, იქიდან არნოი ავგუსტუსი, რთულად მართვადი მოთამაშეები, ფიზიკური მოთამაშეები და ხვალ გვექნება გაწევ-გამოწევა რა. შოთა გამოგვაკლდა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ბრიტანეთის ვიზა ვერ ჩამოასწრო. შოთას ჩვენ არ მოკითხვა, გაუსწორდებოდა ხა მაგრად. წინაგურეში დამაკდნენ ბიჭები, ხო თქვი, ენატრებოდნენ, არ მყავდნენ, მაგრამ ეხლა საბა მყავს. რაღაც მგონია რომ ხვალ კარგი თამაში გამოგვიყვება. შიში არ არის, წნეხი არ არის, გახვიდა იმ საჭო კაცურად, ვაშკაცურად შიშის გარეშე რა, ხო? მოედანზე არის, მაგარი მოთამაშეები არიან, მაგრა ურტყავენ ერთმანეთს რა. გახვიდა ნუ იმ საჭო რა, რაც არის ეგ არის. ერთი რაც არის 4 გრადუსია ხვალ. იყოს -4 იყოს, -10 იყოს. მოგივიდა ლობიო ქოთანში. და კიდე გვაქვს ხინკალი? აუ, ჩვენ თავს ვიკლავთ ჩვენ. აბა ნახოთ ლობიო. საბამ შეუკვეთა იღბლიანი ლობიო. მოგიტანს იღბალ? ლობიო აუცი დღეს ღამე პირდაპირ იღბალი მეც. ეს ტიპები კამ. რაც მოვიდით ჭამ. რაც მოვიდით ვიღებ ჩეჩება, ხან ერთი კამერით, ხან მეორე კამერით, ხან მეხსოვე. რაიციანი ხან და მაგრამ YouTube-ს ამ მეწვალება უნდა, ჰა? გონია რომ აქ ციდან ესეთი ვიდეოები ციდან. პაპინა მოგვენაց, სადღაც ჩვენ პაპინას გამომარჯვეს. აი კაც ინტერნასიონალი თეჯოს. და მოკლედ ვემზადებით ფალმინ თამაშისთვის არა ჩვენი ცხოვრება რა. ხან ერთად ვარ, ხან აქ ვარ, ვარჯიშობთ, რავი. იცით ეს უკვე ჩვენ ლოგებს ვინც უყურებთ და ვინც აქტიური მაყურებელი ხართ, მადლობა პირველ რიგში და იცით რომ ესაა რა ჩვენი ცხოვრება. სად გვითენდება, სად გვიღამე, ხან აეროპორტში ვარ, ხან რესტორანში ვარ, ხან მოედანზე ვარ, ხან გვაგინებენ, ხან რა ვიცი, ესაა რა. არ გვიყვარს თავიდან ბოლომდე და არ მოვეშველით. ეს არა სიცოცხლის ძალას გვაძლევს. ეხლა დაიწყო წელი და უკვე 2 მაგარი ვლოგი შემოგთავაზეთ. მაგრამ წინ იმდენია კიდე რა გააჩერებს ამ ყველაფერს. ხინკალით მოვიდა. მეგონი დავნებდები ლობიოს და გადავალ ხინკალზე. ქალაქური ხინკალია, როგორც გითხრეს. ქალაქური ხინკალი მე არ მიყვარს. მაგრამ სხვა არჩევანი არ იყო. ცხელი ცომი კი არა და ცხელი ცომი და ცივი ხორცია, ესეთი ხინკალი იციან. აუ, კაია. ლონდონში ცომი ძალიან კაია, ხორციც კაია. არიჩქარი. იმდენად მწვანილიანია და იმდენად არ მიყვარს. გიყვარს ქალაქური ხინკალი? ბიჭო, თიური მირჩანია. არა, კაი ხინკალია, მართლა ძალიან კაი ხინკალია, უბრალოდ ქალაქური იმდენად არ მიყვარს, რომ გულს ვერ უდებ. ხავე გეტყვით გადავამოწმებ. მეტად ქალაქური ხინკალია. ესეული ხინკალია. მაგარი ხინკალია. იმენა პროფი. ძალიან პროფი ცომით.
ხორციც კაია, რომ მოვაცილო სუბიექტურობა, რომ ქალაქური ხინკალი არ მიყვარს მწვანილის გამო და მჯერა რომ ხინკალი იმენად მაგარია, რომ მწვანილი აბსოლუტურად აფუჭებს. 10-დან 8 ნახევარს მივცემდი ამ ხინკალს ქალაქურის მოყვარული როგორ რა. იმათი სომი არის ექსპერტული. სომი ძალიან მაგარია, მაგრამ ნუ თიულური დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი იქნებოდა. ეს იყო ჩვენი თავგადასავალი მოკლედ ქართულ რესტორანში The George, თუ მოხვდებით ლონდონში. ჰითროუს აეროპორტთან სხვათა შორის საკმაოდ ახლო არის 20 წუთის გზაზეა. გაუმარჯოს ქართულ ლონდონს და ხვალ ჩვენ წარმატებას ჩემპიონთა ლიგის მორი დღე დავილოცოთ. გამოიწერეთ არხი, გრძელდება ხვალ უკვე თამაში და მე კიდევ სურპრიზები ამ ბლოგში რა თქმა უნდა. ერთგული საირმე. შენ უნდა გიშველოს უეჭველი. შესანიშნაობა ხალხმა დაგხვატიჟეს. ეს ხალხი რესტორანი. ყველაფრის და დაგხვატიჟეს ძალიან უხერხულში ჩაგვაგდეს, არ გვახტევინებენ ფულს და აი ეს არის ქართული სული. ამ შიშორეზე ჩვენი სამშობლო. ამაზე კარგად გაიგებთ. ამ კაცმა ისეთი და ამ ადამიანებმა ისეთი ამბავი გაგვიკეთეს, რომ 6 ერის ინგლისის საფრანგეთზე პატიჟებ, ჩემი პირადი სტუმარი იქნება და მეყოლება ინგლისის მორაგბეებთან, იქ ოჯახის წევრებთან და ლოჟაში დავსვავ 6 ერს. ძალიან იწყება ბოლო ჯგუფური რაუნდი ჩემპიონთა თასის. Peugeot ყავს საკმაოდ კარგი. წავედით ნორსემპტონში ღრუბლიან დღეს. მივქრივართ ესტაკადაზე, ბრიტანულ ესტაკადაზე 4 ზოლიანი, 4+1 ზოლიანი ესტაკადაზე. მალე ჩავალთ ნორსემპტონში 1 საათში და დაიწყება ძალიან მაგარი ჯახი. იღბლიანები თქვენ სამსახურში რა თქმა უნდა, გამოიწერეთ ჩვენი არხი. მოკლედ წელი დავიწყეთ რიხინით რა და ვაგრძელებთ რიხინით რა ესე. დაალამაზი შენობაა რა. გიგანტური შენობებია Amazonis დიდესი Amazon UK მარაგდება აქედან ისტორიულად გაჩვენებთ ისტორიულ პრაიმების მანქანა ჩამონდა ამ ხელა აი ესეც ასე მოვედით სტადიონზე გასახურებელი სარაგმო მოედნები წინ არის პარკინგი დავპარკინგდებით და მე განახეთ რა თქმა უნდა სტადიონს Camera. To my office. Hello sir. Right. How are you? Right. ესეც ჩვენი ფრენკლინის გარდენი, ნახე, აი შესანიშნავი. ნახე, ბარები. სტადიონი. გრილი დაკოფილია აქეთ და აი რაგბი მიყვარს. აი ესე უნდა გარემო შექმნა რა, აი კოხტა, ეზო, ყავა, ლუდი, რავი. თითო ბიფბურგერი ხო არ მიცე. გადავხედოთ სტადიონის ტუნელს. ძველი, აი ესეთი ვიწრო ინგლისური სტადიონის ის არის რა კონსტრუქცია. შეხედეთ Saints ესე აწერია. სტუმარი გუნდი აქ არის საჯების გასახდელი. აი ესეთი. აი ძველებური, აი მაგარი დაკადახკარი რო იყო რაგბი, აი ეგეთი სტადიონია და მომწონს და დღეს არ იქნება გამონაკლისი. ერთი რამე ვერ გავიგე და ვინც ჩემზე უკეთ იცით ეს საკითხი. აი ეს რა, ცხელი აქეთ არის, ცივი აქეთ არის. აქეთ ხელი მეწובה, აქეთ ცივი და როგორ უნდა ხნა. მოკლედ. არ ვიცი ეს რა ფოკუსია ამიხსენით რა. მოგწონს სტადიონი? და უცებ ისეთი ხალხრაურობა შემოიყარა ბავშვებთან ერთად ის გამოვახციე გასახდები. ჩაქქოლეს, ხო? ისეთია რა, აი ძველი ყაიდის რაგბი რო იყო, უნდა გეჩხუბა. წმინდანების მოედანი. აი დაგელეწა უნდა თავი. მოედანზე არ ამგონია ახლა წმინდანივით ვინმე მოიქცეს დღეს. ესეთი სტადიონების თავარი მუღამი აი ამ ტრიბუნის არის ის, რომ იმდენად ახლოს არის სტადიონთან, მოედნის საფართან რა, რომ ჩათვალე მაყურებელი არის ჩართული თავიდან ბოლომდე. არ წინახობა არაფერი, აი აქ რო ხდება ექშენი, მაყურებელი არის ჩართული, რასაც ქვია რა, ანუ უსტოენს, გაგინებს, რავი, იმაშვება და ძალიან მაგარია. თან ნახე, გვაქვს ერთი ძალიან დიდი ეკრანი. საბოლოო ჯამში თამაში რო დინამიური აღარ არის და ჩერდება, შედგება ან ტრავმა, იმ ეკრანზე გამოდის რაღაც მომენტები და მე იმას უყურებს ხალხი და მუდმივ ტონუსში არის მაყურებელი და მუღამი არის ეს. ეს იყო სტადიონის ტური. ეხლა ვიწყებთ მომზადებას და თამაშს მერე შევხვდებით რა. აბა დროებით. Here for photographs, please, gents. Go ahead.
and Munster. This is personal. The opening kick-off claim by Hutchinson and Suardo Augustus. Marking on the first even. Wonderful tackle from Muller. Still in short footing. And Seaburn will score and Silver. Murray. Crowley. Nash. He'll do it all on his own. The late one of Hutchinson. Murray will chase. Excellent minded back and have a look at Calvin Nash. Leaving between the two of them. Controls on the knee. Just going to his pocket as warned. And Craig Calvin will be on for 10. Yeah, good referee that from the Garmisch-Shaquet. 2 seconds tumbling in. Langdon waits. Squeezing his way over. Quick ball for Northampton. Mitchell, Westing pass. Then any other player. Like 4 today. Kilgallen on the inside ball. Dave, do you agree? Otherwise, Just listening for a wee moment. Shoulder on shoulder, no clear head contact. And head bounces back because of the force of the shoulder. That is 100% correct, Nika. It's the finale. This game is racing infield. Massive hit from Hutchinson. Patterson keeps it alive. Farrell still going. Riley from a standing start. Kilgallen. Holland goes in on edge. Oh, he's turned it. Out comes the ball. ანგრეული ვარ ნაწილებად, ატომებად ვარ დაშლი. მაგარი სპორტია რაგბი რა. და ვისაც გიყვართ, სწორად გიყვართ. დავშლით ამ თამაშს, რა თქმა უნდა, თქვენთვის, მაგრამ ძალიან მაგარი თამაშია, ეპიკური თამაში. მე არ დავღლეგვარ. ისე როგორც ნიკა დაიღალა. ესეთი სპორტია რა. წაგებული გუნდის გულშემატკივრები მოდიან მადლობას გიხდიან. მესამე ტაიმი უცებ. რთულია გადაღება ვარ თქვენთვის ვახებ. აი ესეთი ოჟაბა, ხავსე, ხალისიანი. შია. ემრიელი საჭმელი ჩანს რა. აი ჭამას მე. მიდი, ეცი ლომო, ეცი. მოადგა მსუნაგი მოადგა. ყველი და ლეღვი ჩენი სისუსტეა? ლეღვი უხდება. მიდი შებერე ლომო შებერე. მოკლედ მასტერიც აქ არის, ნორსემპტონიც ამოვა, მაგარი მესამე ტაიმი გახურდა. წაგებული გუნდის ფანები, მოთამაშეები ყველა მადლობას ამს, რაც უცნაურია, მაგრამ აი ეს არის რაგბი რა. შეუბერავთ თქვენის ნებართვით ჩვენს, გამოიწერეთ ახი არ დაგავიწყდეთ. ყველაზე მაგარი სამოგზაურო სარაგბო ექშენით სავსე კონტენტი. წავიდეთ. მოგესალმებით მეორე დღეს, გახარებულები იმით, რომ მერაბ თვალიშვილმა წაი აღარ ვიტყვი იმ სიტყვას თავის მეტოქე და ძალიან გაგვიხარდა. ჩვენმა თამაშმა ძალიან კარგად ჩაიარა. არ დაგვილევია პატიოსთან ვიქცეოდით. ქართული ლონდონი გრძელდება, იმიტომ რომ მივდივართ ანტრეში. თბილისში რო არის ანტრე, ლონდონშიც არის ნოტინგ ჰილზე და ეხლა მივდივართ რო ესტუმროთ მორიგ ქართულ საკვებ ობიექტს და ესე ქართულ ლონდონს გთავაზობთ ჩვენს ამ ბლოგში. იმედია მოგეწონათ თამაში, აუ ნახოთ როგორ გაგვიმასპინძლდება ანტრე. ნოტინგ ჰილზე თუ ყავა არ დალიო. ეში გლეხო შე. აი ჩვენი ანტრე. ქართული ანტრე. აი. ოკეი. გადატენილი. ქართული გოზინამი ლონდონში ხوار გესიამოვნებოდათ. აი ესეთი ლამაზი ანტრე გვაქვს ქართველებს ლონდონში. მობრძანდით აუცილებლად, ვინც ლონდონში მოხვდებით, ნოტინგ ჰილზია ცენტრში. აი ესეთი ოშ ქართულ ლონდონური ლანჩით ვართ ანტრეში მოსულები. ნახეთ რა მაგარი
აუა, ესეთი კრუასანი. ესეთ კრუასანს პარიზშიც ვერ ნახავთ რა. ეს ჩვენი ანტრე მოკლედ სტანდარტი გვიჭირავს სერიოზული რა. ესეთი არის ქართული ლონდონი, მეგობრებო, ჩვენი რესტორნით, ანტრეთი და საჯობით რა თქმა უნდა და იმედია ყველას მოგეწონათ ეს ყველაფერი. საბა რას გვეტყვი აბა? რა უნდა გითხრათ? კვირას დილით Notting Hill-ზე რო ანტრეს ყავას მიირთმევ და ბასკურ ჩიზკეიკს შეექცევი, ამით მე მგონი დასამატებელი არაფერია. გამოიწერეთ მოკლედ ჩვენი არხი, მოგზაურობა გრძელდება და წინ ბევრი ძალიან ბევრი საინტერესო და გულის ამაჩუყებელი რაღაცეებიც კი გელით. საზღარი კაცია, მაგრამ ნუ მეპატიება ჩვენია რა. Dark Side of London. საბამ რაღაც უბანში მომიყვანა, კაროჩე. მე საჩხუბრად ვარ მოსულე. აი ლონდონის ბნელი მხარე. ყველა რო Big Ben-ებს და რაღაც კაი რაღაცებს განახებ, ესეთი რაღაცებიც საინტერესოა რომ ნახოთ რა. აბა. აღესრულა ჩვენი ქართულ ლონდონური მოგზაურობა. ძალიან ბედნიერი ვარ. ორი ურთულესი კვირა გადავაბი ერთმანეთს. ლაროშელში და ლონდონში და ნორსემპტონში, ნუ წავედით. ძალიან მაგარი თამაშები მიმსაჯე, ეს არის ჩემთვის აი უდიდესი ბედნიერება. ურთულესი და ძალიან მაგარი თამაშების საჯობა, რომელიც ორქულიანი სხვაობით თავდება. წინ იწყება ახალი თავგადასავალი, რომელსაც ქვია 6 ერი და ესოდე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და უნდა იყოს ძალიან ყურადღებით. მე და საბა გემშვიდობებით აეროპორტიდან, ჰიტროუს აეროპორტიდან და ყველას უდიდესი მადლობა, ვინც ჩვენთან ერთად იყავით. გამოიწერეთ არხი, ვინც ახლები ხართ და ვაგრძელებთ მოკლედ აეროპორტში და ჰაერში ცხოვრებას.